რუისში ვიმყოფები. სწორედ ამ ადგილებში დააბიჯებდა ერთ დროს ყველასათვის საყვარელი მეფე დავით აღმაშენებელი. სწორედ ამ ადგილას მოიწვია მათ დიდი საეკლესიო კრება, რომელიც ისტორიაში ცნობილია რუის ურბნისის საეკლესიო კრებით. სწორედ აქედან დაედო საფუძველი საქართველოს ერთიანობისა და ძლიერების ხანას. ისტორიული სოფელი რუისი მდებარეობს ქარელიდან 5 კილომეტრზე, გორიხაშურის საავტომობილო გზის მარჯვენა მხარეს. სახელწოდება რუისი წარმოდგება ძველი ქართული სიტყვიდან რუვი, რაც აისახა საეპარქიო ტერმინში მროველი, მარუელი. სოფლის თავზე გადაჭიმულია სარწყავი არხი, რომელიც იყოფა ზედა და ქვედა რუებად. ზოგიერთი მკვლევარის აზრით, რუისი წარმოადგენდა ანტიკური ქალაქის ურბნისის აგარაკს და არხის გაჭრას რუისამდე ძველი წელთაღრიცხვის მე-4-მე-3 საუკუნიდან ვარაუდობენ. სოფელ რუისთან დაკავშირებულია არაერთი მნიშვნელოვანი პოლიტიკური მოვლენა. რუისის საკათედრო ტაძარში 1055-1056 წლებში ბაგრატ მე-4-ის მოწინააღმდეგე ლიპარიტ ბაღვაშმა მეფეთ აკურთხებინა უფლისწული გიორგი, შემდგომში დიდი მეფის დავით აღმაშენებლის მამა. ამ დროს რუისი ქართლის დედაქალაქის როლს ასრულებდა. 1103-1104 წლებში დავით აღმაშენებლის მიერ მოწვეულ იქნა საეკლესიო კრება. სანახებითა ქართლისათა მახლობლად ორთა საეპისკოპოსოთა რუისსა და ურბნისსა. ამ კრებას ესწრებოდა დავით აღმაშენებლის მამა გიორგი მეორეც. კრების გადაწყვეტილებით გადააყენეს უღირსი ეპისკოპოსები და სამღვდელო პირები. აიკრძალა მათი მემკვიდრეობით ხელდასმა. საეკლესიო კრებამ ხელი შეუწყო მართლმადიდებელთა სულიერ გამტკიცებასა და სახელმწიფო პოლიტიკურ გაერთიანებას. რუისის საეპისკოპოსო წარმოადგენდა სამონასტრო ეპარქიას, სადაც ჩამოყალიბდა კულტურულ საგანმანათლებლო და სამეურნეო კერა. აქ მოღვაწეობდნენ ეპისკოპოსები, ლეონტი მროველი, მეფეთა ცხოვრების ავტორი. შემონახულია მის დროინდელი სახარება და თრეხვის ქვაჯვარი. დიონისე ლარაძე, რომელმაც ააშენა სამრეკლო და ააღორძინა სამონასტრო ცხოვრება მე-16 საუკუნის ბოლოს. მის მოღვაწეობასთან არის დაკავშირებული სოფლის ხელახალი მოშენება. ნიკოლო ზორბელიანი შემდგომში აღმოსავლეთ საქართველოს პატრიარქი. აქ იყო დიდი წიგნსაცავი, სადაც ინახებოდა ბევრი ხელნაწერი. რუისელები ყველა დროს იბრძოდნენ სარწმუნოებისა და სამშობლოს დამოუკიდებლობისათვის. რუსი ეგნატაშვილი, რომლის მოხორხებულობამა და სისწრაფემ მეფე გიორგი მე-7-ს შეაძლებინა თემურ ლენგის ჯარების განადგურება. საკათედრო ტაძარში დაკრძალულია გენერალ ლაზარევის მკვლელის, ქართლ-კახეთის უკანასკნელი დედოფლის მარიამის დედა ელენე. გასაბჭოების შემდეგ ქართველი პატრიოტები ამზადებდნენ ამბოხს საოკუპაციო ხელისუფლების წინააღმდეგ, საქართველოს გასათავისუფლებლად კოტე აფხაზის მეთაურობით. მაგრამ პატრიოტები დააპატიმრეს. მათ შორის იყო 26 წლის რუისელი ლევან კლიმიაშვილი, რომელიც დახვრეტილ იქნა 1923 წელს. სიკვდილის წინ მას ციხეში კედელზე დაუწერია სიტყვები: „სჯობს სიცოცხლესა ნაძრახსა, სიკვდილი სახელოვანი“. ივანე კლიმიაშვილი 1921 წლის თებერვალში მონაწილეობდა კოჯრის ბრძოლებში, დააპატიმრეს და გადაასახლეს ციმბირში. ბერი ეგნატაშვილი, ქართველი ისტორიკოსი, გიორგი ეგნატაშვილი, ქართველი სპორტსმენი, ზაქარია კლიმიაშვილი, ეს ის ადამიანები არიან, რომელთაც დიდი წვლილი შეიტანეს საქართველოს ისტორიაში. მეორე მსოფლიო ომში კი 700 რუისელი მონაწილეობდა. აქედან 351 უკან აღარ დაბრუნდა. ასევე მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანეს რუისელებმა საქართველოში 90-იან წლებში განმათავისუფლებელ მოძრაობაში. სოფელში უძველესი დროიდან არსებობდა საკათედრო ტაძარი, სადაც ღირსეული მამები მოღვაწეობდნენ. რუისში არის უამრავი ეკლესია, რუისის ფერიცვალების ტაძარი, წარსულში არაერთხელ დაზიანებულა. ჟამთა სიავის გამო ხდებოდა ამ ტაძრის ნგრევა, რომელიც კვლავ აღუდგენიათ საქართველოს შვილებს. ტაძარი საკათედროა და მოქმედი. სოფელში არის შემდეგი ტაძრები: ღვთისმშობლის ტაძარი, რომელიც დგას ქვეით შუაუბანში და თარიღდება მე-19 საუკუნით. სოფლის ჩრდილო-დასავლეთით უკანა უბანში სასაფლაოზე მდებარეობს წმინდა დემეტრეს ტაძარი, რომელიც ფეოდალური ხანით თარიღდება. კვირაცხოვლის ეკლესია დგას სოფლის ჩრდილოეთით სასაფლაოზე, რომელიც მე-18-მე-19 საუკუნით თარიღდება. რუისში არის რამდენიმე ადგილას ნაეკლესიარი, რომელთაც ჩვენამდე არ მოუღწევია. საქართველოს ისტორია ხომ გმირებისა და წმინდანების ისტორიაა. რუისი კი მისი განუყოფელი ნაწილია. თანამედროვე რუისი დღეს ასე გამოიყურება. სოფელში 7000-მდე მაცხოვრებელია. იგი თავისი სიდიდით გამორჩეულია ქართლში. რუისი იყოფა შემდეგ უბნებად: უკანა უბანი, გალავანი, შუა უბანი, წინა უბანი,
შემდეგ ეს უბნები იყოფა გვარების მიხედვით. ერთი წელია, რაც სოფლის მოსახლეობამ აირჩია საინიციატივო ჯგუფი, რომლის ხელმძღვანელია სოფლის საკრებულოს თავმჯდომარე ვლადიმერ ბუზიაშვილი. დიდესი წარსულის, დიდი წარსულის, დიდი ტრადიციების, სამშობლოს დამცველთა შესაკრებელი. ეს არის სოფელი რუისი. რუისში ცხოვრობდნენ და ცხოვრობენ კარგი ქართველები, კარგი ვაჟკაცები. თუნდაც ის გავიხსენოთ 900 წლის წინ თუ რამ ხელა როლი ითამაშა რუისმა და მათ შორის ურბნისმა საქართველოს ისტორიაში. რუისში ფუნქციონირებს სამი საშუალო სკოლა. ერთი ცნობილი მუსიკალური სკოლა, რომელსაც წელს უსრულდება დაარსებიდან 20 წელი. მოქმედებს სამი საბავშვო ბაღი, რომელსაც დიდ ახმარებას უწევს სოფლის საკრებულო. აქ არის კლუბი, სადაც აღდგენითი სამუშაოები მიმდინარეობს. საკრებულოს ინიციატივით სოფლის მიმდებარე ტერიტორიაზე გაშენდა ფიჭვნარი. რუის ყავს საფეხბურთო გუნდი რუისი, რომელმაც უკვე გარკვეულ წარმატებებს მიაღწია. აქ დიდი ხანია, რაც ფუნქციონირებს საკალმახე, სადაც დიდი გულისყურით უვლიან თევზებს. სოფლის საკრებულოს წევრებმა გაითვალისწინეს და გაიზიარეს ის პრობლემები, რომლებიც სოფელში არსებობდა წლების განმავლობაში. მათი მუშაობის შედეგად რუისში აღდგა ანტიკური ხანის სარწყავი წყლის არხი, რომლის ამოქმედებით ყველა კმაყოფილი დარჩა. მიუხედავად მრავალგზის მცდელობისა, მაინც ჭირს სარწყავი წყალი. გაიწმინდა ანტიკური ხანის არხი, რომელსაც დიდ რუს არხი ქვია, რომელიც მდინარე ლიახვიდან მოედინება ფხვენისის ტერიტორიიდან და დაახლოებით 22-25 კილომეტრის მანძილი ჭირდება, რომ გამოიაროს სოფლის რუისამდე, რომ მოაღწიოს ამ წყალს. ამ წყალმა და გზად აქვს გამოსავლელი ფხვენისი, შინდისი, საქაშეთი, სოფელი სასირეთი და უამრავი კიდე განშტოები, სადაც ირწყვება ეს წყალი და ფიზიკურად არ ყოფნის ხოლმე და რუისი კიდევ ბოლო დასახლებული პუნქტია. ასევე მეორე სარწყავი წყალი, რომელიც ეს თანამედროვე არხი არის, ეს არის ტაშისკრის არხის 60 კილომეტრის მანძილიდან და მეტიდან მოედინება სოფელ ტაშისკრიდან, სადაც მდინარე მტკვარი გადაიკეტება სპეციალურად არის იქ მოწყობილობა, რომლის მეშვეობითაც წყალი ბრუნდება ჩვენამდე და მოდის ხაშურის რაიონის სოფლებს მოედინება, ის კი არა ბორჯომის რაიონსაც ახალდაბას გამოდის და რუისი აგაც ბოლო დასახლებული პუნქტია და ასე რომ წყლის პრობლემა აქვს რუისელებს, მაგრამ მიუხედავად ამისა რუისელები ცოცხლობენ, შრომობენ და იცოცხლებენ ყოველთვის. წყალი რომ ჩხრიალებს ეგა ყველას გვიხარიან. სიხარულია ხალხისათვისა და სოფლისათვისაც. წყალი არა გვქონდა, ეხლა დღევანდელი გაგვაქვს წყალი. არა ვიშავს რა. მოსავალი ნაკლებია, მაგრამ რა ვყიდე ბუნის ბრალია. სოფელ რუისში სარწყავი წყლის პრობლემის მოგვარებამ იმედი გაუჩინა მოსახლეობას. თუმცა სოფლის გარშემო არსებული მოუწყავი ნაკვეთები კვლავ ცუდ მდგომარეობაშია, მაგრამ სოფლის გლეხობა არასოდეს არ კარგავს შრომისა და გარჯის უნარს. ამ სოფელში ცხოვრობს მღებრიშვილების ოჯახი, რომელიც საუკეთესო კომბოსტოს ჯიშის მოყვანითაა განთქმული. ჯუმბარ მღებრიშვილი დღევანდელი ყოფის მიუხედავად 24 საათის განმავლობაში ბაღვენახში შრომობს თავის ოჯახთან ერთად. თავისი შრომის მოყვარეობის წყალობით მისი ამაგირის ჯიშის კომბოსტო განთქმულია სოფელში. მუშაობისას ჩვენი პრობლემა რა არის? ახლა სოფლის პრობლემა ძირითადად გასულ წლებთან შედარებით წყლის ძალიან დიდი პრობლემა იყო, მაგრამ წრეულ თითქმის კი არა მეტწილად გადაიჭრა ეს პრობლემა. ეს ახალდარიგებულ ნაკვეთებში წყალი ცოტა ჩვენ ხარეს ჭირს. აგერა მატორი გვაქვს ჩართული და ვწყავთ ძირითადად სულ მატორით. დღეში 15-20 ლიტრა ბენზინის წვავ. ჩვენი სოფელი რუისი ძალიან ძვირფასი სოფელია და ძალიანაც მიყვარს. იმ შემთხვევაში ახლა არიან ისეთი არც ერთი სოფელი არ არსებობს, რომ ცოტა აქა-იქა ხალხი არ იყოს იკეთები, მაგრამ მაინც ნაკლებად რო იყოს უკეთესია. ძალიან კარგი სოფელია, ძვირფასი სოფელია, ხალხი მშრომელი ხალხია ძალიან და მოსიყვარული ერთი მეორის.
ამ სოფელში ცხოვრობს 101 წლის მოხუცი თამარ ჩხიკვაძე. 10 ივლისს სოფლის საკრებულო მას დაბადების დღე მიულოცა. ქალბატონ თამარს ყავს 6 შვილი, 18 შვილიშვილი, 22 შვილთაშვილი. იგი წარმოშობით სოფელ ქვენეთკოციდან არის. პროფესიით ტექნოლოგია, წლების განმავლობაში მუშაობდა აგარის შაქრის კომბინატში. 12 წლიდან ბევრი ჯაფა აწერდა კისერზე, გუთანზეც მჯდარა და ტყიდან შეშაც უზიდია. არასოდეს ეთაკილებოდა შრომა. იგი ჩვენთან საუბრისას აღნიშნავს, რომ სწორედ განსაკუთრებული შრომის მოყვარეობით შეინარჩუნა ჯანმრთელობა. მას ამჟამადაც კარგი მხედველობა აქვს. თავის თავსაც უვლის შეძლების დაგვარად ქარელში ფეხით მიდის და მოდის საჭიროების შემთხვევაში. არაფერი საიდუმლო არ მქონდა შვილო, მარტო შრომა მინდოდა მე, შრომით არ ვარ ჯანმრთელი უფრო. შრომით. თქვენ ოჯახზე რას გეტყოდით? ესა თქვენ ოჯახზე რამდენი შვილი ყავთ, შვილიშვილები ყველა? მყავს მე 6 შვილი. 18 შვილიშვილი. 22 შვილთაშვილი და მე 4 თაობა 1. რუსელებისათვის კარგადაა ცნობილი ზურაბაშვილების ოჯახი. ამ ოჯახში გაიზარდა გურამ ზურაბაშვილი, რომელმაც სახელი გაითქვა რუსელ და ქართველ მაყურებელს შორის. ის რამდენჯერმე გამოვიდა საქართველოს ტელევიზიით, ჯერ კიდევ 3 წლის ასაკში. მას მონაწილეობა აქვს მიღებული საესტრადო სიმღერების კონკურსში. მოწყობილი აქვს სახელმწიფო კონსერვატორიაში საავტორო კონცერტი. მის გამოსვლებს მაღალი შეფასება მისცეს პროფესიონალმა მუსიკოსებმა. გურამ ზურაბაშვილი ამჟამად კონსერვატორიის სტუდენტია. თან ასწავლის რუისის სამუსიკო სკოლაში. მისთვის თავისი სოფელი ყველაფერს ნიშნავს. როგორც ის ამბობს, მას შეუძლია გაძლოს ჰაერის, საკვების გარეშე, მაგრამ არ შეუძლია სიცოცხლე სიმღერისა და რუისის გარეშე. დავამთავრე გორის ტექნიკუმი, სახელმწიფო ტექნიკუმი, სადირიჟორო განყოფილება და მუშაობ რუისის მუსიკალურ სკოლაში გუნდის მასწავლებლად და თან გავაგრძელე სწავლა კონსერვატორიაში, ვოკალურ ფაკულტეტზე. რა ვიცი, ვფიქრობ, რომ დავამთავრო ბაკალავრიატი თბილისში და 2 წელი მაგისტრატურა მინდა, რომ ღმერთის წყალობით იქნება განაგრძო გერმანიაში მაგისტრატურა. და შემდეგ გავაკეთო იმდენი რაღაც, რომ ჩემი სოფლის პატარა და ლამაზი სოფლის სახელი. ჩემი სოფლის გარეშე მართლაც 1 წუთი ნამდვილად აი სიცოცხლე არ მინდა. ისე მიყვარს ჩემი სოფელი. ყოფილა გასტროლებზე ყოფილვართ რაღაცა თბილისელებთან ერთად წასულები ბევრჯერ. მე თურქეთში კონცერტზე იყო, რომ გორელი ბიჭი მღერის. ქართველებისთვის ჩავატარეთ კონცერტი და არა მეთქი გამოვაცხადე 11 წელს ავიყავი, მე უთხარი რუისელი ვარ მეთქი, არა ვარ გორელი. რა ვიცი, რუისი ყველაფერს ნიშნავს შემთთვის. გავძლებ უჰაეროთ, უსაჭმლოთ, ყველაფროთ, მაგრამ რუისი და სიმღერის გარეშე ვერ გავძლებ ნამდვილად. Amen.
რუისში 27 ივლისს ტელეკომპანია თრიალეთისა და ადგილობრივი საკრებულოს ინიციატივით ქართულ ჭიდაობაში შეჯიბრი გაიმართა, რომელშიც ქარელისა და გორის რაიონის სოფლების მაცხოვრებლებმა მიიღეს მონაწილეობა. წონითი კატეგორიების მიხედვით გამოვიდნენ გამარჯვებულები, რომლებიც ფულადი, ჯილდოთი და სამახსოვრო სიგელებით დაჯილდოვდნენ. ადგილობრივმა მოსახლეობამ ტელეკომპანია თრიალეთის ხელმძღვანელობასა და საკრებულოს წევრებს აღნიშნული ღონისძიების მოწყობისათვის მადლობა გადაუხადა. რუსელებმა თავისი მადლიერება გამოხატეს ტელეკომპანია თრიალეთის ხელმძღვანელობისა და მთელი კოლექტივის მიმართ. ტელეკომპანია თრიალეთი ძალიან ვაფასებ გადაცემებსაც უყურებ. თითქმის კი არა მოყვარული ვარ, არც ერთ ახს არ უყურებ, ძირითადში თრიალეთს უყურებ და მე დიდი მადლობელი ვარ თქვენი კომპანიის. ძირითადად დიდი მადლობა მინდა გამოვუცხადო ბადრნანეტაშვილს. ჩვენ სოფელთან ურთიერთობაც აქვს, მობზანდება ხოლმე. თავის დიდი ღვაწლი და წვლილი შემოიტანა ჩვენს საჭიდაო არენაზე. ნუ მაგას ყველაფერს დავაფიქსირებთ, მე გეტყვით, კიდე გამოვაცხადებთ და მას სახით ასევე ყველა თქვენ თანამშრომლებს დიდი მადლობა. მე მოხარულია თქვენი ოფისიც ვნახეთ, ღმერთმა დიდი შეძლება მოგცეთ, ყველაფერი ძალიან მესიამონა და აი ესეთი ლამაზი ყველაფერი რო კეთდება, სასიამოვნოა და სასიხარულოა. მით უმეტეს ჩვენი რაიონის კაცი აი ამ ხელარამეს შეწვდა, აკეთებს კიდე ბევრი რამე აქვს გასაკეთებელი და ღმერთმა ხელი მოუმართოს. ღმერთისგან იყოს დალოცული. დიდი მადლობას მოგიძღვნით, რომ მოხვედით და ჩვენი საქმე გამოიძიეთ და როგორც დელტანა საკურთხი, აი ეგრე გამოვიდა რა, გვაკურთხეთ რა, ეგრეგას თქვენი ტელევიზია დიმანურია, თუ მიყურებია, მაყოფილი დავჩენია. რუსელები საქართველოს ისტორიის ყველა დროს იდგნენ ღვთისა და სამშობლოს სამსახურში. ისინი დღესაც ამას განაგრძობენ და კვლავაც მოვადრო, როცა ისტორია განმეორდება. რუსელები საქართველოს წინაშე კვლავ მოიხდიან მამულიშვილობას, რადგან წმინდაა იგი, ვისაც ეღირსება მამულისათვის თავის დადება.